თქვენი ყოფილა. მოკლედ, ხო გითხარით ძვირფასებო რა ამათ გამოუწერეთ ფეხსაცმელები მეთქი და ეხლა ველოდებოდი მხოლოდ ჩემი დედამთილის ფეხსაცმელს. ისაც წავიდა იმა რადო დააგვიანა ვერ მივხვდი თუ ხამ აიღო არ ვიცი. დაიცა შენია. აი. ადას ეჩქარება და ადასი ვნახოთ. ეს გეგასი. ეს ჩემი. გეგას გამოუწერე ბოტასები, იმიტომ რომ ბატინკები ხო ნახეთ რომ უყიდე და ბოტასები გამოუწერე, იმედია კაი ზომა გექნება შვილო. ეს ფერი, ამ ფერის იცით რომ ჯინსები და ჯინსის ჟაკეტიც აქვს. აჩვენე 33 ზომა გამოუწერეთ. იმედია კარგად ექნება. გეგა ჩაიცვიდა. დედიკო, გაიზომე, ჰა? ახალი ბოტასები. რეაქცია არა აქვს და ახალი ფეხსაცმელი მენატრებოდა ბავშვობაში. ღმერთო დიდებულო. რეაქცია არა აქვს. მარტო ადას. ამისთვის ღირს რამის ყიდვა. ადას არჩევანი არის ძვირფასებო, ასეთი მოეწონა. ქუსლიანები, მაგრამ ჩვენი ცოდვა ამეთქი და ეს ავარჩევინეთ. ჩაიცი. კაი გექნება დედ, ცოტათი დიდი ვიყიდეთ. ხო. ნასკები რომ მომეწონა, ზუსტად იგივეებია, გოდესთვის და გეგასთვის სულ ერთნაირები, ოღონდ ზომებში არის განსხვავება. ეს არის გოდესი, ეს არის გეგასი. იგივე რაც არის, კაი ხარისხი იყო ძვირფასებო ის, ნახეთ? აი ესეთები. ესენი კაი ხარისხი აღმოჩნდა და ამიტომ ვუყიდე გოდესაც. დედა ჩაიცვა, თავისი ჩაიცვა ელვად შეკრა. ეს გოდეს, დედიკო, შენ სუსტად ისეთები. ხონდ უფრო დიდები, შენი ზომა. მოკლედ ესე ნასკები აქვს ეხა ამას ორივეს. ზომებში სადმე ხო ეწერება კაცო. XL. ელია გეგასი. ხო კაი გაქვს. კი, დედა თილიც გექება ფექი. კაია. დაიცა გადავიღო იჯეკ. აი ხალხო. როგორი აქ? კაი აქ. კი, დედიკო, იქ მე ბებიასთან რო იქნება წასვლა, ქალაქში რო იქნება, იქ ჩაიცვა. ხო, ეხა გოდესი. გოდე, დედიკო, შენც არ გაინტერესებს შენი? აბა რომ მოვარდი იქ? მაშინ? ნახეთ ამას რა აქვს. ინა აქვს და არ ვიცი რისია. მუხრანი იყო, ანალიზებზე გავიდა და ხანცა თუ ნახო სადმე მიყიდე მეთქი, იმიტომ რომ წასაერთოდ არ ვიტამია მე მგონი შაშადაც არ მახსოვს არ ვიცი. გოდესი არის აი ესეთი თბილი, ნახეთ რა დეს. აი ესეთი. ესეთი. ეს რაღი და 39 თუ 38 ლარი. და გოდეს საერთოდ უყვარს ამით, იმიტომ რომ თასმას ვერ კრავს ჯერჯერობით. ხო და დედი. ახლა რა კაია. აბა ჩაიცვიდე? ჩაიზომე დედიკო? როგორ? ხელი? კაი. არაიდო. დედიკო, უყურე შეგნით შედდე. თბილია. რა თბილია? ხო, დედიკო, ეხა რომ მოთოვოს და რამე. თბილი გექნება, იმედია რომ ის არ გაიხება ადვილად და ცოტა ხანი. დედიკო, ეს კიდე რა? არ ვიცი. არ ვიცი. უი. ჩამოდის. კინა. ნახეთ? ალბათ რო არ გასრიალდეს იმისთვის, აი ასე. ნახე. რომ არ გასრიალდება ეს წესით, მაგრამ ნახე. ეს რო დაიჭიროს. მეგონა რომ თისი. ჩემი ქუშლიანი. თოვში დე რო არ დასრიალდე. მოდი აბა ჩაგაცვა. მომე აქ ფეხი. მომე, რატო აგრია ეს ბარიშები იატაკზე? ადექი და მომე ფეხი. ადექი.
აი გეგა შენი ფექსაცნო ხარ გიჭერს ხარ მიჭერს მაგარია მეორე სადი ვა კაია და მეორე როგორ უნდა უჭერდეს კაცი ძმა არა ის იატაკს გააფუჭებს მომე გაგხატ კაია სკოლაში რო წახვალადი მოbrunებულზე ამას ჩაგაცნევ იმიტომ რომ ფუი გეგას ის გამოუწერეთ მეთქი და არ მახსოვდა ის კი არა ეს რო გამოუწერეთ ამ ფერის შენიც კაია ეხა გაიხადი და შევინახოთ მაინც თბილია იმიტომ რომ ესენი იყო სულ 120 ლარამდე იყო ესენი არ მახსოვს დადიკა ხო დედი ის თბილი არის ძვირფასება მოკლედ აქვე მინდა ერთ ადამიანს უტაქტოს პასუხი გაცე სოფიო ჟღენტს რაღაც მეცნობა ეს ადამიანი ხო და ისო რა ქვია აქო ბოდიავს და ხინკალი რო ვიხინკლავეთ მეთქი ესე მეწერა კი არის ხინკლავეო მიირთვითო ჯერ ეგერთიო და ყველამ რო ბლოგერები შეირქმითო სახელები დავირქვით თურმე ბლოგერები და აქ ვუსაქმრობთ ჩვენ და სამსახური შოვეთო ჯობიაო და მაგით დაკავდეთ თურმე ჩემშვილებს შენ მიმიხედავ შენ მიმიხედე და სამსახურს ნებისმიერ მომენტში ვიშოვი ჩემო კარგო მობძანდი ჩემ სამივე შვილს შენ მიხედე როგორც მე რაც მოუნდებათ ყოველ წუთას შეუსრულე აქ სისუფთავეც გქონდეს ჩემი სახლიც შენ დაალაგე რომ მოვალ ცხელი კერძებიც შენ დამახვედრე ხო და რა თქმა უნდა გავალ სამსახურს ვიშოვი განა არ მინდა არ მიმუშავია შენი აზრით შენნაირები როგორ უნდა მასწავლიდნენ ჭკუას ჯერ ეგერთი მთელი ცხოვრება მუშაობდი მთელი ცხოვრება 17 წლიდან ეგ რაც გავედი სამსახურში თორე ბავშვობიდან მთელი ცხოვრება და შენნაირება მე რა უნდა მასწავლო პროსტა სირცხვილია შენ ცხოვრებას მიხედე სხვისას კი მოალაგებ შენსას მიხედე რომ ვერ დაგილაგებია ღმერთო დიდებული ისედაც გაბრაზებული ვარ და არ მინდა რომ შენზე ვანთხიო ეხა ეს გაბრაზება ხო კიდე გოდეშია სხვათა შორის Facebook-ი გინდა, TikTok-ი გინდა, ნებისმიერი, მე მგონი სოციალური ქსელები ყველგან ფასიანია. ასე რომ თუ ძალიან გშურს ეგ საქმე, ჩემო კარგო, შენ შეგიძლია გადაიღე ვიდეოები, რაც გინდა. მიდი, რახან სხვები ბოდიალობენ, მიდი და შენც იბოდიალე თუ ესე. არადე ისინი გეგასია, გეგას უჯრაში ჩადე. კარგიდე? ხო და ყველა არ ამკითხე მოამბებს, თქვენ ცხოვრებას მიხედეთ, რა ძალიან გთხოვთ. ამას გეტყვი. სულ ქვემოდდე? სულ დაბლა. იცი დედა იმან, თქვენ არ იცით და იმან იცის. კი. ასე რომ მუშაობა და მსგავსი რაღაცები არავის არ ეზარება. პირიქით მე ვოცნებობ რომ სახლიდან გავიდე და არ ვიჯდე სულ შიგნით. იმიტომ რომ სულ სხვა ვარ მე როდესაც გარეთ ვარ და ხალხთან მაქვს ურთიერთობა. ღმერთმა გისმინოს და მალე ეს სამსახური დამაწყებიოს. თუმცა ამ საქმეს მაინც არასდროს არ შევეშვები. რაც არ მოგწონთ თქვენის ჯინაზე, როგორც ვამბობდი რომ საერთოდ კაპიკი არ მქონდა ისე ვიყავი მე ამ YouTube-ს სივრცეში, როგორც და რაც არ უნდა იყოს, სულ იქნება თქვენ და ჯინაზე, თქვენ და გამო, უფრო მეტად, ხო? კი, მარტო კაბა უნდა, ეხლა ვარდისფერი. ვიყიდე. და ისიც. კი. ხო და ესე შემოკარგებო. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლოს, მაგრამ ეს სოფიო ჟღენტი ჩემთან თავიდან არ იყო ეგრე და მე ეხლა რა ეტაკა არ ვიცი და რა მოუვიდა. იმიტომ რომ მახსოვს მაგის მიმოწერებიც კი ჩემთან. ასე რომ რა ვიცი ხალხო რა გჭირთ. ან გაერკვიეთ რა გინდათ, ვის როგორ იცნობთ, რას ხედავთ, ან რის დანახვა გინდათ, რა ვიცი. გაერკვიეთ თქვენს თავებში და ისე იმოქმედეთ. აი, დედიკო, თორე მე ადამიანს რო შევხვდები, რო ვიცნობ ხოლმე,
რა აზრიც მაქვს პირველი ვეთხი და ყოველთვის მართლდება ხოლმე და ჩემს თავს ვენდობი ამ ხრივ 100%-ით. რა თქმა უნდა მქონია ოღონდ ბავშვობის პერიოდში იმედგაცრუებები, მაგრამ ვისწავლე თანდათან. ასე რომ აზრზე არ ვარ რითი შეწუხდა, რამ შეაწუხა. რამ თვითონ არ ჩენს ჩემს ოჯახს, თვითონ რომელიმე ბლოგერის ოჯახს არ ჩენს. ჩემებს როცა გკითხავს სოფიო ვიტყვი YouTube-ში რომ სოფიო ჟღენ რჩევას გთხოვ და მომეცი განმანათლე თქო. არ მიყვარს ხოლმე ასე ეხა როგორც საუბრო საუბარი, მაგრამ თქვენ მაიძულებთ და რა გავაკეთო. რასაც დაიმსახურებთ, იმას მიიღებთ. ჩემგანაც და ნებისმიერისგანაც. ასე რომ მე სულ არ მაინტერესებს შენ რაც დაწერ. იმიტომ რომ როცა მეცლება მე რომ ჩემი ხელი არ დააკლდეს ჩემ შვილებს ისე, წავალ და ვიმუშავებ. არც დავფიქრდები ის. არ გეგონოს რომ ვერ ვიშოვი. არავინ კაცი არ სადამყოლია ისე ნებისმიერ ადგილზე მიმუშავი, ასე რომ ვიშოვი. მე კი ვარ გაჩეჩილი, მაგრამ ბოდიშით ჩემი თავისთვის არ მცხელა. ნასმირთ მერტ. ხინკალი. როგორია მოგწონს ეს ხინკალი? კი. დღეს რამდენი შეჭამე? რამდენი? არ გახსოვს? კოდესიც მიაყოლა. კოდესაც წინავს ხალხო დღეს კოდესიც მიაყოლა 4 წელი თავისი 7 დაუდე ის შეჭამა კოდესიც მიაყოლა. სიცხეს ვერ ვუგდებ. ახლა მე მგონი და დაუწიოს წესით, იმიტომ რომ 10 მილიგრამი ნუროფენი მივეცი. მერე პულტი სად არის და დასალაგებელი მაქვს ღმერთო. აი დასაკეთებით იქეთ გასარეცხები ხომი გავაკეთე. ხამცია, არ ვიცი, ასე წახით. მომიტანა მუხამ. რამდენი ხანია ვეწები, ძალიან მენატრებოდა და მოკლედ მომიტანა მოხიტო. ეხლა სამზარეულოს ვალაგებ ხომი გავაკეთე და რამდენი რამე უნდა დამერეცხა. სამზარეულოს ლაგების პროცესში ვარ ძვირფასებო. კიდე გასარეცხები ეს ქვიანი მაქვს, წყალი დავასხი და ცომივით გახდა. მერე პატარა ქვაბი სავსე მაქვს, 2 ქვაბი დევს და მოკლედ კობზები და ჩანგლები დავიჭიქადებს, მაგრამ მაინც გასარეცხები მაქვს ასე თუ ისე. ხომის ქვაბშიც რაც მივირთვით ის იმას ვქენი. ქვია ჩავყარე ხომის თებშები. ხო და აქ ჩავანაგე რაც ქონდა ამაში გარეცხილები. ხარეცხვას უნდა შევუდგე. ვოი ხო, ეს მახსოვდა. აქ ქვაბი მიდევს, მაგრამ ეს უნდა შევინახო იქ და მაგით მიდევს. გაზი გასაწმენდი მაქვს. ყავა გადამივიდა, ლიკა მყავდა და გადამივიდა ყავა თანხამს ვაკეთებდი, თანხამსაც ვწვავდი 7 საათამდე რომ მომესწრო. ეს მერე უკვე ხახი დავჭერი, იმიტომ რომ თუ ძალიან გაზდის ხახვი არაფერი არ არის მაგი და ამიტომ მოკლედ დავჭერი ხახვი და მერე თაფლი დავასხი. ეგ არის ბავშვებს ვალევინებ ხოლმე. ამაში თაფლია მოხამარ გადაასხავ ხავსინჯავო. წყალთან აბა როგორი იქნებაო, თუ ძალიან აქვს ხახვის გემო არ მინდაო და თუ არა აქვსო შევჭამო, დავლევო თაფლიან წყალს. ხო და ესე ჩემს ვიფასებოთ, ხევადელი დღეს ასე გადის. გვანცა ექიმმა ანალიზები რომ ნახა,
კი გაყიდინეთო ანტიბიოტიკიო, მაგრამ ანტიბიოტიკი არ მისცეო, იმიტომ რომ ანალიზებში ყველაფერი კარგად არისო და ისო ანტიბიოტიკი არ მისცეო, ესე მოგწერა. ანალიზები რო ჩავუგდეთ და მოკლედ ანტიბიოტიკს არ მივცემ. მითხრა რომ ეს არისო ვირუსული ინფექცია, რომელსაც ერთი წამი მირეკავდნენ და ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელსაც ესე სჭირდებაო გადასხმები, სითხეები და ასე შემდეგ. რაღაცები გამომიწერა კიდე. მუხა გავიდა და მომიტანს იმ წამლებსაც. თმას ვიმაგრებ ვითომ უკანა. გაბუწული რომ აქ, მაგრამ არ ჩერდება. კიდე რაღაცები გამომიწერა მოკლედ. ჩაი და აი ფეხები რო სტკივა მაგისთვის გამომიწერა კიდე რაღაც წამალი. სიპირად არ მახსოვს, მუხასაც უნდა გადავუგზავნო. ხო და მოკლედ ხვალ ესე მისაყვანი მყავს მე ალბათ მეორე დღესაც ზეგაც რამდენი გადასხმა მოუწევს არ ვიცი, მაგრამ ესე თუ გაგრძელდა ესეთი მაღალი სიცხეები, რომელსაც ვერც ვაგდებ, თან უკანა მხარეს იტკიებს და მინდა რომ უთხრა რომ თუ ესე იტკიებს მერე იქეთ-იქეთაც ეხა ჯერ სცინავს და რო გაიღვიძებს მერე იტყვის თუ სტკივა ამბობს ხოლმე. ათამ დაიკროს. ცხელი ხარ მაინც და ვერ გავიგე ერთი ვერაფერი ვერ გავიგე. ადაკიანა გოდი ყოფილა. მაინც ცხელია. პარაცეტამოლი მივეცი ერთი. ჯერ 10 მილის ხო მივეცი. ნიუროფენი და 9 ტაბლეტი პარაცეტამოლი მივეცი. სადღაც 9 საათზე მერე 9 საათის შემდეგ გადაუმოწმე სიცხე 39 და 3 ხაზი ქონდა. მაგრამ დიდხანს მაინც არ გამიჩერებია, სადღაც 2 წუთი გავაჩერე, იმიტომ რომ ძალიან ცხელი მეჩვენებოდა და არ დავაგვიანო მეთქი წამლის მიცემა მაგის მეშინია. ხო და ერთი ტაბლეტი პარაცეტამოლი მივეცი ის. არ ვიცი მოკლედ. ესე ჯერ არ მახსოვს. რომ მოსმინო მშობლები მოკლედ ადამიანები მეუბნებიან 3 დღის მერე ესე სიცხე რო აქვს დაუწყე ანტიბიოტიკი, იქ მეუბნება არაო და რა გავაკეთო არ ვიცი. ხვალ ნახავს ეხა კიდევ ფუტებსაც უკეთ შეუმოწმებს და რაღაცა და ნახოთ აბა და რა სიტყვის. მერე თუ რენტგენი მოითხოვა იმასაც ნახავს და არ ვიცი რა. ადა გეგა მაგიდაზე თუ უსმევ მაგას გავბრაზდები. კარგი, წავედი ახლა გადავურეკავ ჩემი დედამთილი იყო. არ შეაშინდეს. იცის რომ ბავშვები ცუდად არიან და გადავურეკავ.